ესე იგი ერთი ამბავია, რომელიც ცოტა არ იყოს მაინტერესებდა რა, ესე იგი როგორ ხდება რომ აი თუ ღმერთი არსებობს რა და თუ მართლმადიდებლობა ასე ვთქვათ სწორი არის, რომ ეხლა მაგალითად თუ ღმერთი არსებობს ასე რომ ვთქვათ და მაშინ მე მართლმადიდებლობასთან პრეტენზია ნაკლებად მაქვს რაღაცა პრეტენზიები მაქვს, მაგრამ ეს უფრო ესეთია სტრუქტურულია, ვიდრე კი არის მე ამ სტრუქტურულს მოძლევს ძალიან ბევრი უარყოფითი მომენტი, მაგრამ გულახდიათ რომ გითხრათ მართლმადიდებლობაში ხედავ ეხლა მე რას ხედავ ეხლა ამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს არც თქვენთვის და არც არავისთვის უბრალოდ მიზეზის გამო რომ არა ვარ ხა მე ესეთი დიდად მოაზროვნე ადამიანი რა მამარდაშვილი და ეგეთი ტიპი მაგალითად რასაც მე ხა ვიტყვი ეს მე ამაში ვიყო 100% და ჩემთან ვიყო 100% დარწმუნებული რომ აუ ეს არის რაც არის და ასე შემდეგ და ისე შემდეგ არა ნუ ეს არის ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ჩემი პირადი აზრი და კარგად ესმის რომ ეს უბრალოდ 60 წლის ვარ და აი ხა რაც მე ვიცი და როგორც გავიაზრე ეს რომ გამიაზრებინა მე რაღაც 25-30 წლის ასაკში შემდეგ შეიძლება ამას რაიმე პერსპექტივა ქონოდა მაგრამ ეხა ამ ჩემი ცხოვრების დასასრულისკენ მიმავალ დაღმართში მიმავალ კაცისთვის ინერციით რომ მივგორავ ეხა ეგრე ამას მნიშვნელობა არ აქვს რა იმდენად ამიტომ რადიკალური არა ვარ ჩემ აზრებში მაგრამ ისე მე როგორც ხედავ მართლმადიდებლობის ფილოსოფიური ბაზისიც და თეოლოგიური ბაზისიც საკმაოდ მყარია და მასზე მან ფუნდამენტზეც თავისუფლად შესაძლებელია თავი ვიგრძნოთ აი ამ დიდი ფილოსოფიურ უგნებად მე მიამატე თეოლოგიური კულტურის ნაწილად რასაც ჩვენ ახლა უწოდეთ დასავლეთს და ჩემნაირთებისთვის ეს ასე ვთქვათ სასურველი გარემოა, სასურველი კულტურული მიმართულებაა და კულტურა ასე როგორც ასეთი ყოველთვის ცოცხალია და ყოველთვის რაღაც მხარეს ვითარდება. აქეთ იქით აქეთ მაინც რაღაც მხარეს ვითარდება. აქედან გამომდინარე ხა მე რასაც ვამბობ გეუბნებით იმას რომ დაუშვათ მართლმადიდებლობა არ არის ესე იგი ღმერთი არსებობს, ღმერთი არ არსებობს. მაინც მართლმადიდებლობის ბაზაზე, ესე იგი სააზროვნო ბაზაზე, მართლმადიდებლური ცნობიერების, როგორც ზოგადი ცნობიერების ბაზაზე თავისუფლად შეიძლება ამ ცნობიერების წიაღში, შეიძლება ვთქვათ კონტექსტში ჩვენ მართლა შეგვიძლია თავისუფლად ვიაზროვნოთ და ვიყოთ დასავლელები ისეთი აი მაგალითად როგორიც იყო მამარდაშვილი, ან ილია ჭავჭავაძე, ან ვაჟა შაველა და თუნდაც გალაკტიონ ტაბიძე და სხვებზე აღარ ვამბობ. ამიტომ მოხდა რომ აი მაგალითად ქართულმა თეატრმა ხელოვნებამ და რა მოიპოვა გარკვეული ნიშა, საკუთარი ნიშა აშკარად დასავლური ნიშა და არა აღმოსავლური ნიშა. რატო? იმიტომ რომ ის ბაზირებდა სწორედ აი ამ საყოველთაო საერთო მართლმადიდებულ ცნობიერებას. და მისთვის მერე როდი ნიჭიერი ადამიანები და ცოტა პატარა კარგი გარემო და ხელშეწყობა და ეს ადამიანები შემდეგ ქმნიან საკმაოდ მაღალი დონის თხზულების ნაწარმოებების ამას ეს იქნება ფილოსოფიური თუ ერთი იქნება არტისტული გულისხმობ მხატვრულობა ნებისმიერ მხატვრულობა თეატრი რა ხელოვნება ხო და მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა რომ აი დაუშვათ და ღმერთი არსებობს ხო ჩემთვის თუ ღმერთი არსებობს ძალსახად ნიშნავს რომ მართლმადიდებლობას აქვს თავისი ადგილი. ხარი ადგილი. აი ავიღოთ ახლა მართლმადიდებლური ღმერთი. და როგორ ხდება, რომ ამდენი უბედურობა, ამდენი განხეთქილება გვაქვს ეკლესიაში, ამდენი უზნეობა გვაქვს ეკლესიაში, ამდენი უზნეო და
უტვინო ადამიანები არიან რა ვიცი რა პაროკ როგორ არის რა ხინჯი რა ბიციც არ უნდა დაასახელო დაწყებული პედოფილიიდან მამათვალობიდან იქნება ეს თუ დავარქმევთ ამას ბიცს პედოფილია ბიცია მაგრამ ყველაფერი რაც კი შეიძლება შეგძულდეს და შეგეზიზღოს ადამიანს ერთმანეთთან გაყიდლობა რაღაცა ცუელიტარიზმი ეს რაღაც ეს ყველაფერი ზუბედურობა ეს მართლმადიდებლობაში არის საკმაოდ უხვად იმტაცებობა მკვლელობა არ ვიცი ყველაფერი არ დაგავიწყდით რომ ლამის ლეონიდეს აბრალებენ კირიონის მოკვლას ეს ვარაუდიც კი არსებობდა ამ შემთხვევაში და ასე შემდეგ ხო და როგორ არის ეს აი ნუ დღეს აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ მაგალითად რუსეთი ებრძვის მოლდავეთს საქართველოს და პირველ რიგში მოლდავეთს საქართველოს და უკრაინას როგორ ხდება ეს ასე რომ მიკვირს აი ძალიან აგრესიული და ბოროტი ადამიანები თვითონ ეკლესიის სიახში მე აღარ ვაპარაკობ კულტურულად ეს გერმანელი ეპისკოპოსები სულელი ეპისკოპოსები ამაზრზენი ადამიანები მღვდლები მრევლი კლიროსი ყველაფერს ამას ხდები არ გამოყოჩებთ თავს მათგან ეს ჩემი მილიონი ნაკლი მაქვს და საერთოდ რანაირად მე მიმაჩნია რომ ჩემნაირი ადამიანი მღვდელი არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში უკეთესი უნდა იყო ბევრად მიმაჩნია რომ უღირსი ვარ მართლა ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვარ ეს მაწუხებს ხო და ბლობისთვის რა ხო და აქედან გამომდინარე სიმართლე გითხრათ რა ხდება ეს როგორ ხდება აი მაგალითად ის რომ მართლმადიდებლური ქვეყნები ყველანი ესეთი ბოროტი და აგრესიულები არიან ბერძნების ჩათვლით ნუ თქვენ არიცით ათონის თაზე რა ხდება რა ხდებოდა ისტორიულადაც ტყუილები ეს ფსევდოწმინდანები მაგალითად ივანე კრონშტადტელზე არსებული ცნობები იგივე სერაფიმ საროველი რო აიღოთ იგივე ძველი წმინდანები აი კარგად რო გაეცნობი ოქროპირი ცხოვრებას გრიგოლის ცხოვრება ბასილი დიდის შორის ბასილი დიდი ზე არაფერი ცუდი მე არ გამიგია აი არ წამიგითხავს მაგრამ აი გრიგორი ღვთისმეტყველი ის ქადაგებას თუ წაიკითხა ვაფშე რო არ იცოდე რა ხდებოდა ვარტო მაშინ შეგიწუხდება გულგანს მე ხედი შევარ რო თარგმნა და ნუ ყველაფერს ამას ხა წინა ვიტყვი მე უყურებ ესე როგორც პავლე მოციქული ამას დაუშვათ და ღმერთი არსებობს მე პირდაპირ რო გითხრათ აი ზუსტად ესე მესმის როგორც პავლე მოციქული თქვენ შენ სისუსტეში პავლე მოციქულს რო ეუბნებ შენ სისუსტეში ჩემი ძლიერება ვლინდება ჩემი ძალა ვლინდება აი სისუსტეში ძალის გამოვლენა ეს კიდევ ცოტა უცნაური რამეა ეხა კონკრეტული სიტუაცია და ეხა იმაზე კუდის მადამაინც არა მაგრამ თვითონ ეს ფრაზა სისუსტეში ძლიერების ვლენა შემდეგ ამას ნუ კენოზისის თეოლოგიას უწოდებენ მაგრამ რო ამაზე მეტი ეხა კენოზისი შეიძლება გეგრე იყოს მაგრამ ნუ ეხა ვიცი რომ არ ვიცი ეს უკვე ან შეიცან თავის შენი ეს უკვე მაგას ნიშნავს ის რა შენ იცი შენ თავზე ეს არ არის ის რაც არის შენი თავი ესე იგი დაუშვი რომ არ იცი ესე იგი დაიცარიელე თავი ესე იგი რომ სუსტი ხარ შენ ცოდნაში აი და მაშინ ეს
იძლევა საშუალებას რომ რაღაცა გაიგო. ეს მომენტი, ნუ შეიძლება ამას დაუკავშიროთ ის პავლე მოციქულის და პირდაპირ ვიტყვი რომ შეიძლება მართლმადიდებლობაში სწორედ ესეც არის. ეს მთავარი ეს გამოვლინებები არის სტრუქტურული, უფრო ვთქვათ. აი როგორ ხდება რომ მართლმადიდებლობაში აი ეს სტრუქტურული ასეთი უბედურება ხდება. აი ამდენი დამცირება ეპისკოპოსების ასეთი ბატონყმული პირდაპირ სტრუქტურა მართლმადიდებლურ ეკლესიაში რა არის ამაში რა აუცილებლობა ამისა აი ამ ბატონყმული წყობის ხელშემწყობი არის მაგალითად იგივე ბართლომეოსი და არც ერთი სხვა ეკლესია ამისგან თავისუფალი არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამერიკაში არსებული ეკლესია და არც ინგლისში არსებული მართლმადიდებლური ეკლესია ბერძნების სადაც რაღაც ხეჭორების სახით მოვიდა რომ ისეთი უბედური მდგომარეობა არის იქ რომ მაგალითად ჩემი საკმაოდ მეგობრობდი კიპროსელი ემიგრანტი იყო ბერძნული ჩემთან ერთად ისწავლა საბერძნეთში. მერე გახდა არქიმანდრიტი, წიგნიც კი დააწერა. სხვათა შორის არ მაქვს მისი წიგნი. მერე სახელი შეიცვალა და ამავიწდა როცა იყო და მიატოვა ეკლესია. ჩაიკეტა საერთოდ. იმდენად გაუჭირდა მას აი კიპროსულ ეკლესიაში და სხვებისგანაც გამიგია რომ საშინელი მდგომარეობა არის იქ ეს რაღაც ნაციონალურ ნაცისტურ აი ფეოდალურ ბატონყმული რაღაც სიტუაცია. თუ საქართველოს ეკლესიაში ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია ამის შესახებ. პიროვნულად თუ კარგი კეთილი ბატონი იქნა, ოკეი, კაი, მაგრამ თუ სტრუქტურა მთლიანად ესეა მოწყობილი. და არც ზნეობრივ როგორც გითხარით, არც ზნეობრივი ბიწი გვაკლია. მოგეთ რატომ უშვებს ღმერთი აი ასეთ ბოროტებას თავად თვითონ ეკლესიაში? ეკლესია ნაწილია საზოგადოების, აი ეკლესია საზოგადოებას, ოკეი. ამას კიდე გაიგებ ადამიანი. მერე უცებ ხდება რომ აი პიროვნულ, აი მაგალითად იგივე გრიგორი ღვთისმეტყველი. ამ ბასილი დიდი რო ამბობს მაგალითად ხე არა მაქვს აქ მაგრამ ამბობს რომ მე არაფერი სხვა არ გამიკეთებია თუ არა ბებია ჩემის და დედა ჩემის მიერ ჩემთვის ნასწავლი წმენა შევინარჩუნეო და მე უცებ ბუნებურად გამახსენდა ჩვენს ახალგაზრდობაში იყო უფრო ბავშვობაში იყო ესეთი ფრაზა თავარია გაგება თორე ბებია ყველას უყვარს ეს ცოტა სასაცილო არის ხო ეხა ბებია და ბაბუა კი გიყვარს მაგრამ რა გაგების ადამიანი ხა კურდობასაც პოლიციელი ხარ გაგებაში კი ხარ რავი რა გაგებასაც ცხოვრება რა გაგების კაცი ძმე ხო და ეგ არის რა თორე ხა ბებია და ბაბუა ყველას უყვარს რა ეხა დედა რო გიყვარს მამა რო გიყვარს მეზობელი რო გიყვარს და პატივცემი და პატრიოტი ხარ ეგ ერთია გაზაგებია ეგ ბუნებრივია მაგრამ ხა გაგება რა მთავარი ის რაც გვაერთიანებს და ეხა ეს რომ მეუნება რომ მე თავად კრიტერიუმად დედა ჩემის და მამა ჩემის რწმენა შევინარჩუნეო ეხლა მაშინ ფიქრობ კაცო აი ჟენა ეს ამია აგი სიმონ იქანა სიმონ აკანა ეგრე სად არის თაყაო შენ ჩემს ჯიბეს ხელი რო ჩაყაო ხო და ოკეი, კაი, ეხლა ძალიან ვარ გავაძიოთ და ეგრეა. ხო, მანდაც უკვე ჭუქიჩდება ადამიანს, რა, ეგ რა გამოვიდა, ესე ყველაფერი როგორ არის, პადგანიაც, всё პადგანიაეში. ესე რაღაცა იცი და თუ და პადგანა რა იმაში აღა მიხრი რა ყველაფერი, მიდევნი მისკენ რა. მიდევნი აი შენი გაგებისკენ, აი მაგალითად რო ხარ ბიზნეს მომხრე რა. და ყველა ინფორმაციას რო მისკენ მიდევნი რა, რომ აი ბიძინა ძალიან მაგარი და ჭკვიანი კაცია და ამ მიდევნაში შეიძლება მაგალითად ისიც თქვა, რომ
დასავლეთი ცუდია, ჩვენ კარგი ვართ, პუტინი თუ ცუდია რა, დასავლეთი უკეთესია და ყველაფერს ამისკენ რომ მიდევნი რა, ყველა ინფორმაციას. აი მაგალითად თქვენ რო აქ სიცივეში დგახართ და რაღაცა იქ ზვიად გამსახურდია როიალზე უკრავს, რომ ზვიადის მომხრეებს რო ეუბნებოდნენ. როდესაც ზვიადი პრეზიდენტი იყო, ამაზე ზეინ სიტუაცია იყო ქალაქში მაშინ, აი ქალები რაღაცა. ქურივი და გაუთხოვარი ქალების ის რო იყო რა. კუმირი რო იყო და როიალზეც უკრავს. ნებისმიერი ინფორმაცია ხდებოდა, იმიტომ ასეთ ვერ გააგებინებ ვერაფერ ადამიანს. რაღაც ესეთი პოზიციაზე გაზის ბასილი დიდი, ხო, ეგ გაგიჩნდება. ასე რომ რაღაც უნაკლო არავინ არ არის რა, არმა გრიგორი ღვთისმეტყველის რაღაცა საშინელებები, მაგრამ ან ივანე ოქროპირის, ან რავენ კირილე ალექსანდრიელის, რომელსაც რა რომელი ერთი გინდა იყო რა ვიცი რა. მაგრამ არიან დიდი წმინდანები და რაღაც დიდი კვალი დატოვეს და მე როგორ ხდება ეს, რომ კარგი ხა სტრუქტურულად გავიგეთ ხა იქ რაღაცა პრობლემებია, მაგრამ ხა ეს პიროვნება რომ არის ესეთი რავიმე რა, კირილე ალექსანდრიელზე და ათანასე დიდზე ესეთი ისტორიული ცნობებია შემტერს რა. ხო და როგორ ხდება ეს? როგორ ხდება ეს? როგორ ხდება ის სერბების მიერ მოწყობილი გენოციდი ალბანელებისა, რომელსაც პერსონალური სერბული ეკლესია რეალურად ხარს უჭერდა. ხო და ამ სიტუაციაში პასუხი რა არის აქ, ხო? ეხა აი ყურაშვილი რო ქოჯით ამოის იმას ამ ხელს რაღაც ის რადიკალურად რო ის არის, ეს არის, თვითონ ყურაშვილი რიევს ლავარაკოს საერთოდ აბსურდ. მე არ ვიცი პოლიტიკური თვალსაზრისით და კაი პოზიცია აქვს და გონია რომ ეს რუსეთის ხალხია, ეს საპატრიარქო, ოკეი, კაი, მე რა ვიცი ხა რომელი ხალხი. მაგრამ აი თვითონ ყურაშვილი თავის თავზე რო ლაპარაკობს, არა ღვთისმეტყველის მატარებელია, ან როგორ აი მეჩები, რა ვიცი ნარცისი, რაღაცა საშინელება, ხო? აი როგორ ხდება ეს? ან თუნდაც მე როგორ ლაპარაკობ, როგორ მეტყვი, ესეც არ არის მაგრამ ცხონის საგები ალბათ 99%. და როგორ ხდება ეს? აი მაგალითად ჩემთან არის ერთი პიროვნება, რომელიც 100 წელია უკვე აქ არის. ესე იგი დედამისი, რომელიც 90 წელს უკაკუნებს, აქ არის დაბადებული ამერიკაში. თავად ჩემი ხნის არის 60 წლის არის დაახლოებით. ხო და ხა ასეთ ვითარებაში ეს არის ლვოვიდან. ეს ლვოვიდან არიან წამოსულები. წინაკითხი გეტყვით, რუსეთს უჭერს ხარს, ამერიკას ლანძღავს, ამერიკა არის ეს რაღაც ებრაული, ტიპიური რუსული კრემლის პროპაგანდა, მაგრამ არ გეგონდეს მარტო კრემლის არის, ეგ რომ ათონის თაზეც იმავეს ლაპარაკობენ, კრემლი არ იყო. მაგრამ მაინც შეიძლება იყო კიდე გაიგე. ხო და ალბათ იმაზეც მოგეთ ათონის თაზე რაც რაღაცას ლაპარაკობენ და რასაც აი ეს ბერები თუნდაც ეს არიზონელი რომ არის აქ ეფრემის სულიერი შვილები და რასაც ეხა დუგინისგან ისმენ, დიდად არ გასწორდება ერთმანეთს. ოკეი. და როგორ ხდება ეს ყველაფერი რა? და ეს ტიპი ეს მასტი არჩევნებზე არ დადის და ჩინეთი კარგია და რაღაც ლაპარაკი ჩამოვარდა ალბანეთსა და ალბანელები რომ ამოწყვიტეს სერბებმა და ეგ სერბებს არ გაუკეთებიათ თუ ეგ ყველაფერი გააკეთეს. თუ კაცი არის გიჟი რა. აი ამ თვალსაზრისით. მეორე მხრივ ესე ხო ყავს ასევე ესე იგი მონათრულია და ჯვარდაწერილია მოდელი იყო კალანდაძე. ესეც ემიგრანტი იყო. ესეც ემიგრანტი იყო. ეს ლვოვიდან არის და რუსობს. თავის იდენტიფიცირებს რუსებს. და როგორ ხდება ეს? ფიქრობ რა. ხო ხედავს. და აღმოჩნდა აი გუშინ კითხულობდი ზუსტად რა სწორად რომ და ეს მანამდეც ქონდა პრინციპში წაკითხული
თვითონ მიწერია კიდეც მე ის ვერ გამოვაქვეყნებ ის წიგნი და ალბათ აღარც გამოქვეყნდება. ქართული გრამატიკის ცნობებმა მითხრეს, რომ ეს ისეთი ქართულით არის დაწერილიო, რომ ბიჭო, ქართული დაწერს რა მნიშვნელობა წაი ადამიანი წაიკითხავს, შეიძლება ცუდი ქართულით ეწეროს, მაგრამ აზრი ხო არის იმაში, ის აზრი რჩება იმის გამო, რომ ცნობი ხარ გრამატიკული და ფაშისტი ხარ გრამატიკაში, მაგის გამო და მე კიდე ესეთი რომ გრამატიკულად რო ესე წერ იმის გამო მეგობრებო რომ 4 ენაზე მიწევს ყოველდღიური არსებობა და ეხა ვეღარ მაშინ ზოგჯერ ბერძნული სიტყვა მოდის და იმას თარგმნი ქართულად, ზოგჯერ რუსული სიტყვა მოდის და იმას თარგმნი ქართულად, ზოგჯერ ინგლისური სიტყვა მოდის და იმას თარგმნი ქართულად. მე ის იწვევს წინადადების ასე თქვა მონგრევას და ანუ რა ვქნა აზრი აქვს. თან ეხა ეს რაფოთ ვფიქრობ საერთოდ და უბრალოდ ჩემი წერა მისდევს ჩემს აზრს. და იქ უკვე გრამატიკაზე და მე არ მეუხამუშება ის გრამატიკული და სინტაქსური დარღვევები, იმიტომ რომ იმას შეეული ვარ ის ჩემი ხარ შეიძლება ზოგი ინგლისურიდან მოდის, ზოგი ანაირად უნდა მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარული რომანი ნაზაპადნა ფრონტი ბესპერიმენ იმის რომანი ერიხ მარიამი საშინელი გერმანული დარიო დაწერილიო, მაგრამ ყველაზე პოპულარული გახდა და გერმანელები ამაყობენ მაგით, იმიტომ რომ იმასაც ეგ პრობლემა ქონდა, რა სხვა გამსხურებულა და გერმანულზე უჭირდა მე რა უკვე ის ყოველდღიური ლაპარაკი მithვალწები ინგლისურად თუ ფრანგულად. ხო და იქა წერ მაგის შესახებ. ესე იგი როგორ ხდება ეს? ჩვენი ცნობიერება მეგობრებო ყოველთვის ამოდის გარკვეული პოლიტიკური იქნება თუ გარკვეული სტრუქტურებიდან, გარკვეული ცნობიერების, საერთოდ არსებობს ზოგადად ცნობიერება ადამიანური, მაგრამ არსებობს ასე ვთქვათ ჩვენი ლოკალური ცნობიერებები, აი ქართული მენტალიტეტი და ეგეთ რაღაცებს რო ეძახით. გონწყობები. კარგი სიტყვაა გონწყობა, აი მე გამოიყენეთ ხოლმე. გონწყობა. ნოოტროპია ბერძნულად არის და იქიდან წამოვიღე ნოოტროპია, ესე გონ გზა, გონ ხერხი, გონწყობა. mindset. ინგლისურადაც არის რა mindset, ხო არ ეგეთი mindset. ხო და მაგარი ხო ის სადაც იყო ეს სამრეცხაო და უნდა აუღიათ ეს სამრეცხაო თუ საჯანდავაში. სამის მანქანის რა გასარეცხი. აქ ცხოვრობდი ადრე რა და ეხა ამავიწყდო მანქანა გასარეცხი. არა ეგ არ არის. დია თუ არა ბოლომე კარვოში. აკეთებდი თუ. ხო და აი წარმოვიდგინეთ რა ეს ტიპის და როგორ ხდება ეს და ხდება ეს შემდეგნაირად ჩვენ ვერ ამოვხტებით ვერ ჩვენი ხასიათიდან ვერ ჩვენი სოციუმიდან ვერ ჩვენი ეს რაღაცა იმ გონწყობიდან რომელშიც ჩვენ მოვხვდით. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მის შიგნით აუ როგორ მევასება ეს მანქანა იმ გონწყობაში რომელშიც ვიმყოფები თუ ეგეთი ვარ რა. აი ეგეთი ხასიათი მაგეთა მიუხედავად ამისა ეკლესია და ღმერთი ალბათ რა ჩვენი მართლებული ღმერთი აი მიუხედავად ამ ყველა სიმახინჯისა რომელიც ჩვენში არის და ჩვენ ვართ ესეთი მახინჯები ჩვენში მაინც არის ეს გარკვეული სილამაზე მშვენიერება აზრი. ახლა გრიგორი ღვთისმეტყველი კი ამ აზრზე პიროვნება ჩანს ჩემი გადასახედიდან და 1000 სულელად და ამ აზრზენობა უწერია, მაგრამ მაინც გასაოცარი ინტელექტისა და გასაოცარი ჭვრეტელობისა და გასაოცარი უნარი ჰქონდა ამ ადამიანს. აი ამას ვერ უარყოფ რა. აი ამას ვეღარ უარყოფ მე ამას და ხედავ რომ მიუხედავად იმ დიდი უბედურობებისა რაც მასში არის რა მოწოდება რა ამისა ვიცი მე თვითგვემისა და ყველაფერა დედა რომ ლოცულობს რომ აწამე ჩემი შვილები კიდე უფრო მეტად აწამე და
ხოდა ეს კომერცი ხროვედრება კილომეტრად აძამე. ხო და ეს სულელეები ხა ეს რაღაცები, მაგრამ მიხედავთ ამის ახლა რომ წაიკითხა მის სულიწმინდანზე როგორ გააკეთა მან ორიგენეს შემოტანილი ფილოსოფიები, როგორ აზრები რაღაცები ჩვენ იპოსტასი რომ გაყო რუსიასგან ეს ორიგენემ გააკეთა. აი როგორ აითვისა ეს ორიგენე და როგორ გაწმინდა მერე და აი მართლაც ხა ეს თეოლოგიური თეოლოგია აბსოლუტურად გენიალურად აკეთებული რომ ხა აი სულიწმინდის შესახებ როგორ იცავდა სული გასაოცარი რაღაცებიც აკეთებული რა ანუ ვერ იტყვი რა ის ისი პოეზიას და არის რაღაცა საოცარი გენიალურობა არის რა და აი ეს აი ამ გენიალური და ამავე დროს საშინელი ეს საშინელობა და გენიალურობა ერთად არის და ეს უნდა რამენაირად მერე უბრალოდ ამისი ყველაფრის გარეცხვა ხდება, ასე თქვა გაწმენდა ხდება, როდესაც ვართ ერთად ეკლესიურად. როდესაც ვართ ეკლესიაში და რაღაც აი ეს კარგი მარცვლების უნდა ამოვიღოთ, ამოვიწოვოთ ეს კარგი აი ამ კარგში რაღაცნაირად მოგეთ ამ კარგს მისცეს საშუალება რომ ჩვენში შემოჟონოს რაღაც ჩვენ შევახციოთ მასში ვეზიაროთ მაგრამ თქვა და შეჟონვა მომწონს ძალიან penetrate არის შეხცევას ნიშნავს მაგრამ აჟონვა მევასება მაგრამ ლიკარი რომ წვეთავს მაგრამ შეჟონვა რა გაჟონვა ან გაჟღენთვა მევასება რა ეგ სიტყვები შეიძლება გამოიყენო მაგალითად იგივე ღვთისმეტყველებაში ხო და ზიარება და წილმქონიობას და სხვა ტერმინებთან ერთად და ეს ალბათ ესია რა ეს ერთგვარი იმედიც არის ხო აჩეხა მართლმადიდებლობას ნუ ამ ეხა მგონია მართლმადიდებლობის მთავარი პრობლემა არის სტრუქტურული პრობლემა რომელიც ვერ მოგვარდება ვერანაირად არსებული ძალა ამაში ეხა განხეთქილება თუნდაც არანაირი ძალა ჩვენ ეკლესიაში შიგნით ამისი არ აქვს ჯერ მარტო ასე აკადემიურ თეოლოგიასა და პრაქტიკულ თეოლოგიას შორის არის ნუ დანახეთქი დიდი და უსკული გადავლახავი უსკული ერთადერთი ეს შეუძლია გააკეთონ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური მომენტია ეს იმიტომ რომ თვითონ საეკლესიო კულტურაც პოლიტიკურია მეგობრებო ნუ პოლიტიკა ყველაფერია ეხა გირჩივით კი არა რომ ხა სკოლა პოლიტიკაა და ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და მთელი თავიანთ ეს პოლიტიკური ვალუტა რომ გამოიყენეს თავის კერძო ბიზნესის გასაკეთებლად ასე ხა პოლიტიკა არის მეძავეობაც და ბორდელიც და რა ვიცი მე ყველაფერი და ასე მოდი ეხა ბორდელები გავხსენოთ და ვიძახოთ ამით გვარმებო და მე რეთან ნაშებში ვიყოთ და ვიძახოთ მე რა ეს მევასება ძმაო ნარკოტიკების პოლიტიკაა და ისიც პოლიტიკაა და ესიც პოლიტიკაა და თქვენი მიერ ჩემ მომართ ხარდაჭერა და მე რომ მოვიპოვეს დივიდენდები პოლიტიკური დივიდენდები ეს მე ამ გადავახურდაო და მე ჩემს რაღაცა ნეტარებაში ბორდელში და აღმოსში მე თქვა რომ ეს პოლიტიკაა ძმაო ყველაზე ძველი პროფესია სწორედ რაღაცა საშინელება ჩაიდინეს რა მოგიჩვა მაგის მაგერად რომ მაგალითად თეოლოგიით დაკავებულიყო და ცოდნოდათ ეკლესიის მიმართ როგორი დამოკიდოთ ეკლესიას სწორედ გარედან ჭირდება დახმარება იმისათვის იმიტომ კი არა ეკლესია ცუდია უბრალოდ თვითონაც არ იციან და ეკლესიაში აი განათლების სისტემა როგორია ნებისმიერ მართლმადიდებლურ ქვეყანაში და როგორ ხდება საეკლესიო როგორ ხდება ეს ყველა შეუძლია გარედან სტრუქტურა და ამისი ყველანაირი საშუალება არსებობს ცოდნაც არსებობს ტექნოლოგიაც არსებობს თუ როგორ იმართებოდეს მართვა გამგეობა როგორი უნდა იყოს ეკლესიის რომ ეკლესიაში სწორედ ნიჭიერი ადამიანებს აი ამ კარგი სიკეთის მოკრება ხდებოდეს და ამისი წინწამოწევა ხდებოდეს და არა მაგალითად ის ქვენა ძალების მაგალითად ეპისკოპოსის ანამ ეპისკოპოსი გახდებოდა მანამდე ნარკომანი რო იყო მე გაანება თავი დიდი მიღწევა ეს და საღოლ და მალადეც და ღმერთმა მეტი გაძლება მოგცეთ და მეტი ძალა მოგცეთ ეპისკოპოსი რო ბრუნდება აი კონტროლი რო იკარგება მე მასზე რო უბრუნდება ამას ყველაფერს რომ ძალა აღარ აქვს რომ გაჩერდეს რა რაღაცა მოეშლება და არც არანაირი სხვანაირი სტრუქტურა არ არსებობს რომ ეს ეპისკოპოსი კი არ გამდევნო არამედ ჯგუფზე მოიყვანო უბრალოდ კიდე ნუ რაღაცა ელემენტარული აი ესეთი სტრუქტურები და სისტემები არის გასაკეთებელი მთელს მართლმადიდებლობაში ქართულებზე
იმიტომ არ ვეთანხმებ მე ყურაშვილს. იმიტომ რომ როდესაც ყურაშვილი აკრიტიკებს ის ყურაშვილი რასაც თავაზობს, მარტო თავის თავს თავაზობს, არც იცის და იმას რასაც ის თეოლოგიურად ლაპარაკობს, ნუ ის საერთოდ არ ჯდება არაფერში, ნუ ეს არაფერი არის ნულია. ხო, ალბათ აი ეს არის რომ იმედი იმისა რომ თითოეული ჩვენგანის, თითოეული ქვეყნის, თითოეული მოვლენას ღმერთი მაინც ისე წარმართავს რომ საბოლოო ჯამში რომ ინდივიდებიდან გამოიწუროს თითოეული ინდივიდებიდან გამოიწუროს მაქსიმუმი სიკეთე და ეს სიკეთე რაღაცნაირად დაუნჯდეს და თავისუფალ შემოქმედების შემთხვევაში ამ დაუნჯებულ სიკეთეს ამავე ცხოვრებაში მიეცეს კალაპოტი და გადმოიყვაროს როგორც ვულკანი აფეთქდეს სიკეთის ვულკანი ფეირვერკი და მოედოს მთელს ქვეყანას და სასიკეთოდ და თუ არა და სამეფოში უკვე აი ამ ჩვენს მიერ შექმნილი და დაუნჯებული სიკეთე მე ვიბანავებთ ყველა რასაც ამოთხე ქვია ან ჩემნაირი ტიპებისთვის რაღაცა სხვებია გამზადებული ალბათ, მაგრამ ნორმალის მოწყალების იმედი უნდა გქონდეს.